ბოჭკოს იგივე უჯრედისის რეგულარული და საკმარისი რაოდენობით მიღება ასოცირებულია უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან. ამ ვიდეოში კი გაგიზიარებ ბოჭკოს საუკეთესო წყაროებსა და ზოგად რჩევებს. დავიწყოთ პარკოსნებით. ლობიო, მუხუდო, ბარდა და ოსპი ბოჭკოს ძალიან კარგი წყაროებია. ისინი ასევე შეიცავენ ცილებს, რკინას, ფოლადს, მაგნეზიუმს და სხვა მიკრონუტრიენტებს. მაგალითისთვის 100 გრამ მოხარშულ შავ ლობიოში 9 გრამი ბოჭკოა. შემდეგია თხილეული და თესლეული. მაგალითად, ჩიას თესლი 100 გრამზე 30 გრამ ბოჭკოს შეიცავს, ხოლო ნურში 12 გრამს. ისინი მდიდარი არიან ჯანსაღი ცხიმებით, კალციუმით, თუთიით, მაგნეზიუმით და E ვიტამინითაც, თუმცა მათში კალორიებიც ბევრია. ხილის კარგი წყაროა, მაგალითად 100 გრამ ჟოლოში 6-7 გრამი ბოჭკოა, მაყვალში 5-6, ერთსალ საშუალო ზომის გაუთრელ ვაშლში, მსხალში და კივიში 4-6, ხოლო 100 გრამ ავოკადოში 6-7. თავისთავად ხილშიც ძალიან ბევრი მიკრონუტრიენტია, როგორიცაა C ვიტამინი, B ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და ასე შემდეგ. ბოსტნეულის, როგორიცაა ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ქეილი, არტიჭოკი და სტაფილო მდიდარია ბოჭკოთი, მინერალებითა და ვიტამინებით. სახამებლიანი ბოსტნეულიც, როგორიცაა კარტოფილი, გვაწვდის ბოჭკოს. ოღონდ აქ ერთი ნიუანსია, ის ჯერ მაცივარში უნდა შევდოთ. გაციებული სახამებელი კი ისე აღარ გადამუშავდება როგორც ჩვეულებრივი და ის ბოჭკოს მსგავსად მოქმედებს. და ბოლოს მარცვლეული და ბურღულეული, შვრია, ქინუა, წიწიბურა, ხორბალი და სხვა მარცვლები ყველა დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს და მაცივარში გაციების ტექნიკა მათში შემავალ სახამებელზეც მოქმედებს. ოღონდ ეს აუცილებელი ნამდვილად არაა. ბოჭკოს დღიური რეკომენდირებული დოზა 28 გრამია, ან უფრო ზუსტად 14 გრამი ყოველ მიღებულ 1000 კალორიაზე. მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ ცოტა ბოჭკოს იღებ და უწევ 25-30 გრამზე გადახვედი, ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაწლავის დისკომფორტი, ასე რომ ჯობია სხეული ნელ-ნელა შეაჩვიო. ასევე ჩამოთვლილი წყაროები და მხოლოდ ერთზე ნუ გააკეთებ აქცენტს და ეცადე რომ გქონდეს მრავალფეროვანი კვება, რადგან ბოჭკოს რამდენიმე სახეობა არსებობს და ყველას მისაღებად სხვადასხვა პროდუქტები დაგჭირდება. და ეს რჩევა სხვა მიკრონუტრიენტების საკმარისი რაოდენობით მიღებაშიც დაგეხმარება. ბოლო რჩევაა კი რომ დალიო საკმარისი წყალი. მეტი ბოჭკოს მიღებასთან ერთად გჭირდება მეტი წყალიც, რომ ხსნადმა ბოჭკომ შეასრულოს თავისი ფუნქცია. ხოლო თუ წყალი გაკლია, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და კუჭნაწლავის სხვა დისკომფორტი.